გადავედით სწორად. ფასო თანამემამულენო. შემდეგი ჩემი საყვარელი ვარჯი ხა, შენი ვარჯიშები ვიცი სუპერია, მაგრამ ეხლა მე გაჩვენებ. რას ვაკეთებ? შენი ვარჯიშებია სულ. ხო, ეს მიყვარს ძალიან, შენ რა სიტყვი? ღერძით რაც კეთდება მოძრაობა, ყველაფერი მიყვარს ატაცი და აკვრის გარდა, იმიტომ რომ არ მიცდია. დანარჩენი ყველა მოძრაობა რაც კეთდება, თავისუფალი წონით ჰანტელები იქნება თუ ღერძი ყველა მომწონს. ყველა შემდეგი ვარჯიში გვაქვს ბიცეპსზე ესეთი მშვენიერია. 20 კილოვანი ღერძი მივარტყით აქეთ-იქით 15-იანები და ეხლა უნდა ცადოთ მაქსიმუმზე, ხო როგორ ჩვენ თქვი. გავწუროთ. ეს მოკეთ მაქსიმუმი. სადავლებ ხოლმე ხელს. მე ვავლებ ხოლმე მაგალითად აი აქ. აი ესე მის გასწრები მაქვს მე. ხო, მშვენიერი. გავცხოთ 50 კილო. მე რამში Go home and drink. ძალიან მარტივად სასიამოვნოთ. ოპა, აუ რა გემრიელი შტანგა. აქაც უწურავთ. კიდე. ნახევარია ჯერ. კიდე. არ დაზოგო თავი. ხო ხელს ვერ უნდა ვშლიდეთ. კიდე. არის რესურსი კიდე. ერთიც. ამის მერე ერთიც არ მორჩა. მე მგონი კიდე. ვაიმე დამანებეთ თავი. აუ 16 ჯერ ეს რაღაცას არ გამიკეთები. ნებისმიერ სიტუაციაში რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ აქ რა. კიდე თუ გიყვირის ირაკლი აუცილებლად გააკეთებ კიდე. აი ეს სიტუაცია მამბერში. ანუ ექსტრემალური სიტუაცია რო არ გვაქვს, გინახავთ სულ რა ენერგიას. ანუ ნებისმიერ სიტუაციაში როცა დარბაზში ვარჯიშობთ, ის ექსტრემალური სიტუაცია რო არ გვაქვს, სადაც გადარჩენა გვიწევს, თავს ზოგავთ სულ. გადარჩენა არ არის, აბა რა არის, კიდეო. დავით გოგინსი ეძახის მაგას 30%-ის წესი თუ რაღაცა რა. This is the 40%. When you quit, your mind says we're done. So it doesn't expand. There's no expansion when you quit. When you say, fuck you, this sucks, I'm drowning, I'm miserable, I'm suffering, I'm broken, but I'm not going anywhere. What happens to your mind is it does this. It says, fuck, he's not leaving. So we got to expand. We got to grow. We got to figure this fucking thing out. So then these compartments in your brain start to they have to work. They have to work. And then you start to engage parts of your mind that you never engaged before. But you can't engage it by sitting back in these nice chairs, drinking this nice water, talking to you, talking about what I want to do. That's where the 40% thing comes in. It comes in when you're in suffer mode and you say I'm not going to quit. არა. ნახევარზე იყავი სადღაც. კიდე ერთი მაგდენი შეგეძლო. ეხლა იარაღი რო ამებოდა დავედო მიშევანი ბალუჩი. შუბზე რომ დავედო იარაღი და მე თქვა რომ 15-ს კიდე თუ არ გააკეთებ მე გესწრები მეთქი უეჭველი გააკეთებ. შემდეგ შეგრებ. თოფ მოიტანა და შემდეგზე იარაღი. თოფი აქ რო გადა დავაი მიდი 29. შემდეგზე იარაღი. გაგრძელდა ჩვენი ასე ანატომიის გაკვეთილები. შეგვიძლია აი აქედან ძალიან კარგად ჩანს როგორ იბერება ბიცეპსი. პიკში. აი ბოლოს რო ბუმ პატარა ბურთი ამოდის ბიცეპსიდან. ჩემი ბურთები ვითარი. ბურთები ჩამონტაჟებული ხელში. რამდენი 100 ცალია მე. 13. კიდე. 15, 16, 17, 19, 20 აღარ იყო. ეხლა ნუ სხვა გზაა მე 20 უნდა გავაკეთო. ანუ ესე იგი ხიდები უკან წასასვლელი დამწვარია. არ ვიცი ხა მეორე მისვლაზე 20 რამდენს გავაკეთებ, მაგრამ ეხლა იმდენი დილიდან იმდენი შოკოლადი და რაღაცები მაქვს ნაჭამი. აი, მაგის დამსახურება. ხედავთ? ანუ ვარჯიშს შემთხვევით არის სიამოვნება რა.
ზოგი არის რომ სტანჯა კი ნოფე ნოგენ გასაგებია გავიგეთ. მაინც რაც არ უნდა იყოს. ხო და გესე ამო. ისიც არ მომწონს დისციპლინა რო იძახ. მარტო დისციპლინა. დისციპლინა. არ არის დისციპლინა, мотивация როცა არ გაქვს და მამოძრავებელი რაღაც ენერგია არ გაქვს, რაღაც ეტაპზე მიდიხარ და ჩერდები. არ არის დისციპლინა ის რაც გამოძრავებს. შენ გამოძრავებს, შენი მდგომარეობა, განცდები და ემოციები, ხო? თუ არ შეუქმენი შენ თავს мотивация და განწყობა არ უმაღლე, დისციპლინით დამთავრებ მალე. დამთავრდება 5 წუთში. ძალიან мотивация როგორ მივიღოთ ესეთი რაღაც კითხვები ჩემ ხვედრია. ზოგგან. თუ რაღაცას ძალით აკეთებ და არ მოგწონს, ერთადერთი არის ის, რომ შედეგის მიზანზე იფიქრო და შედეგით დატკბე და პროცესში მოგემატება мотивация. რამე ესეთი სამოტივაციო ფრაზა ხო არ აქვს, მაგრამ აი ერთი წინადადებით რო უთხრა ვიღაცას, რომ აი გინდა мотивация? თუ არ გიფიქრებოდეს. დავფიქრდები, აბა. ბიჭებზე გვაქვს. თუ არ ვარჩევ იქნები გეი. мотивация. არა? თუ გეი ხარ კიდე შეგიყვარდება გოგო. всё, მორჩა, ორწლიანდებაში დამთავრდა мотивация. გინდა мотивация, всё, ვინც არ ვარჩევ ის პიდარასტი. ვიქცე პიდარასტი. მაგრამ მოვიხოდე ხა, კაი 20 გააკეთე. ო, ეხლა. მეცოცვიზა. გამაგიჟა ეხლა 20. შევეცდები რომ 20 გავაკეთო, მაგრამ პირობას წინასწარ ვერ ვდებ. ხა იგი არ მიყვარს დაპირებები. უი, არა, ისე დამეჭიმა რა. არა, მართლა არ რეალურად ეს ირაკლი მენცერის მეთოდები მუშაობს. კაი, ჩიტინგებით გავაკეთებ და რაღაც. იყო ჩიტინგებით უკვე ის. ისეთ დღეშია ბიცეპსი. ათი 11 12 8 დარჩა 4 ბოლომდე არ ნებდები იზი არ მარტივ აი კარაკიანი პური ვიტავიდა მასა კარაკიანი პური მინდა ვაიმე არა მაგრობეროთ რა არის რამხელა ხელია ხელია ფეხი რა ხოდა რომ გადაიღო ანუ ახალდა რომ გადაიღო ვერ იგებ აი სვახოს მოიტანე გამიცანით ეს ფეხია თუ ხელი და უცბად გაწევშოს ოპა ხელი ყოფილა ვა რა ვქნათ აი ხა ჩემი კარაკიანი პურიო და სადა ორგანიზმი მეუბნება არ გინდა მეც არ მინდა მე ჩემი ორგანიზმმა გასამბობს და იქნება გავეშვათ და გადავიდეთ მესამე ვარჯიშზე დავამთავრებ ერთი არა მართლა ეგრეა რა თუ მართლა ბოლომდე ჩააკარაქიან პურებ ორი მისვლა საკმარისი ყოფილა რა ოცხული ვარჯიშები მე მესამე მაიკას დაგჭირდება უკვე ტრაპეციებიც ამოებერა ყველაფერი გამოებერა უკვე всё შემდეგ ვარჯიშები ტიტალიკანა უნდა იყოს მორჩა აღარ მოდის არა გაგინა ნუ ცოტა იყო ახლა მაგრამ მაჯებიც დამეჭიმა და უკვე ვენები ამოგივიდა რა კიდე სახეზე რა ტავი სახეა მან საინტერესო სახეზე რა ხდება ესეთი ანჯო პროტეინები გადავიზილეთ და აუ მაგარი კაი პროტეინები გადავიზილეთ ბრენდს არ ვიტყვით მაგრამ კარგი იყო და გემრე არა ჩვენთან არ შემოდის მე შემოხდრია ეს არის Power Poros პროტეინ ბარები რომელსაც იყიდით მამბელში მარტო მამბელში სხვაგან არ შემოხდრია 22 გრამი ცილა აქვს სამი ვარჯიში ბიცეპსი არ გამიკეთებია მთელი წლის მანძილზე ხოდა დღეს არის ეგ დღე იმიტომ რომ ფაქტიურად საახალწლო ისა გვქა რა ეს უნდა წამომეღო რა სანტა კლაუსის ხუთი რა არავის კიდე გადავიღოთ და აბანა საახალ მე გრინჩის ფორმას დავიწყე შენ არის ვარჯიშო სამი და არა გამიშუნა არა მე პირიქით დაგადგები და 5 კი არა 10 გააკეთა მესამე ტრენაჟორი გვაქვს ესეთი რა ქვია პროფესიონალურ ენაზე აი ამ საქნევ აპარატს კუნთის მიერთების ადგილები ვიცი, ძულები ვიცი, მყესები ვიცი, ანატომია ვიცი, ჰორმონები ვიცი, მაგრამ ტრენაჟორის სახელები არ ვიცი. ასე რომ ხელის საქნევი ტრენაჟორი. ესეთი შესანიშნავი. მე ვეძახი ქართულად რა. კანკარა. ბიცეპსის ტრენაჟორი ტროსზე. ბიცეპსის ტრენაჟორი ტროსზე. ვისაც ვეთყვი გაიგებს და. კი ბატონო. კამარზეა? კედა, თურმე მოტოებში კი არ არის ეს ცხოვა.
მოტოების ხო ზოგი იმას ჯაჭვზეა, ზოგი ხამარზე, ტრენაჟორებიც ეგრეა. რომელი ჯობია? აი ახლა გავცნობიერდე ცოტა და ხამარზე მიყვარს მე ჩოპერები თუა და თუ ესეთი მთის მოტო გაქვს და სადაც უნდა იგლიჯინო, მაშინ ჯაჭვზეა ადვილად იჭერდი. ისეთი მინდა. შენ ჩოპერი ინდია და რაღაცა დევინსონიც არა, უფრო ინდიანა. კლასიკა გინდა შენ, კლასიკა. გაუშვათ აბა რომელი შუაში დავაყენო თუ ბოლომდე? არა, ბოლომდე მაგარი მძიმეა, ძალიან. მე ბოლომდე ტრენაჟორი შეხედავ რაღაცა მე ბოლომდე ვერ ვიზავ. თუ გინდა ცალ. ეგეთი საშ არა, მაგარი მძიმეა. ანუ მართლა რა ხდება აქ? რა? ანუ 64 საოცეო, მაგრამ ვერ ვივარჯიშებ რა. რამე მატყუარა ტრენაჟორი, აი მე ვიყვარები. ხო, ძალიან მძიმეა. რა არის პროსტ? არა, მართლა გეუბნები, ქვევიდან იჭერს ვიღაც ხელით, რაცო. არა, უბრალოდ რაცონებია. ეგეთი რამე მართლა თასად არ მინახავს რა. ანუ ვერ ვაკეთებ მე. ანუ ვითომ შეხედავ და არაფერი. და ვითომ აი ბოლომდე რა უნდა? მაგრამ აი მართლა პროსტ იმ ხელაწონაა. დასვენებული და ახლა დაღლილი ვარ, დასვენებული რომ მოვიდე 60 ჯერ გავაკეთე. რამატარი ერთი რა არის ესეთ. ასეთ რამეს მარტო მამბე ფიტნესში თუ ნახავ რა. მორჩა? აუ მართლა მორჩა. ხო, ძალიან მძიმეა ვერ. აი ვისაც ეს ამბავი დადგმული გონიათ. რა ნომერში ვართ? თორნიკე ერისთავის ციხი ნომერი 1. თორნიკე ეს აი ხო ჩელენჯი დაიდოს. აი სნეკი და დარბაზის აბონემენტი 10 ვინც გააკეთებს ამას მაქსიმალურზე. ოღონდ აქ კი არა კლავჭიდელები როგორც აკეთებენ, თლიანი გაშლა მოხრა რა. თორნიკე ერისთავის იღებ. თორნიკე ერისთავის ციხი ნომერი 1. ლოკაციაზე მამბერ ფიტნესში რო ჩაწერთ, ნახავთ. 10 ვინც გააკეთებს ამას, სნეკის არაქისის კარაქი და აბონემენტი 1 თვიანი. ვისაც გონია რომ ჩვენ აქ რაღაცას მაიმუნობთ? აბა ერთი ვიცად დომე. აი მართლა რა არის? საიდან მოიტანეთ ეს? ამინდა. მოდი ვივარჯიშო. შენცვე რა? ვერა. რა გამანებით არის. აი მართლა რა სიგიჟე, ეგეთი რა. მაგარი დასვენებულზე სამჯერ მოქვს გაკეთებული დასვენებული. აჰა, რა, რას დავადო ხელი? სიგზეში აჰა, აი ეს არის, ერთი ხელი არის რა. აი ბოლომდე თლიანი ხელი დავადო, იქიდან ნაკამდეა სულ. შემეშინდა უკვე. ეს რას გვეხმარება? უბრალოდ შენ რომ ეხმარები, ეს მე რას მეხმარება? არა, უბრალოდ ვცდილობ რომ ბოლომდე ძალიან რო არ გაგეწელოს, გამქრევით რო არ ჩავიდეს და პირობითად რომ ვეღარ ამოიტანო, მოგეხმარო რომ ამოიტანო. ეგები. აი ვიცი და ბიცეპს თუ გინდათ რომ დააკაჩავთ, მოდით მამბეში. რეფლექსი მაქვს რა, ეს პერსონალურებს რო ავარჯიშებ ხოლმე. არა, ეს მართლა რა არის? საიდან მოიტანეთ, გაფიცებ. როდინდელი ტრენაჟორი. ზოგადად, მაგიტომ მომწონს ცოტა ისეთი ტრენაჟორები რა. აი რო შეხედავ რომ თვითონ არაფერი არ არის და მარტივად აწყობილი, ტროსიც მშვენივრად არის. შეხედავ თითქოს რაღაცა ისეთია, არაფერი, მაგრამ ისე ამუშავებს რომ არ გჭირდება რაღაცა თანამედროვე, რაღაცა ბრენდული რა. ჰა? ძალიან მაგარი. ბევრი როლიკი არ აქვს და ორი როლიკი აქვს მარტო რა. რაც უფრო ნაკლებია, უფრო ნაკლებ დატვირთ ისა მეტი წონა. იგიჟე არის რა. რამდენი კილო გამოდის ახლა ეს ერთი ცალი? არ ვიცი. ზოგადად ტრენაჟორებზე არ ვითვლი ხოლმე არაფერ წონას. და ის საკუთარ მაგრამ აქ დაიდო ჩელენჯი სერიოზული. მართლა ძალიან სიგიჟე არის. მოდით ხალხო გასიჯეთ ეს ტრენაჟორი, მოდი ინტერესი გქონდეთ რა არის რა. ვა, ხედა, მოდიხარ მამბე ფიტნესში. ამ ტრენაჟორზე ბოლომდე უკეთებთ ყველაფერს. 10 ჯერ თუ ამასთან წევთ. აგერი რაკლი თქვა რა საჩუქრები ძიელდება თავისი. ახლა ვერ გავიგე. რაღაც ჯადოქი ტრენაჟორი. თო, წამოვიდა მენცერობა. წამოვიდა, გადავიდა და სახი გამაძვრა. ახლა რა მინდა კითხო, იცი შენ რა ხარ? ფიტნეს ტრენერი ხარ. თვრელი, ანუ ფიტნეს თვრელი. რატო ხდება ისე რომ გოგოები დარბაზში ვარჯიშობენ, ყველა მარტო ტრაკის ვარჯიშზე არის გაგიჟებული, გადარეული და ტრაკი რატო არის ეს ტრაკი? რაც მარტივად იყიდება მაგით. ანუ
მარტივად იყიდება. ან ტრენერების მხრიდან მარტივად მიმზიდველია და მარტივად მოყავს კლიენტი მაგიტო. სხვა კუთხე არ ჭირდებათ გოგო, რამე, აი ბიცეპსი რო გონახოთან რამე. მაგრამ სხვათა შორის ვინც პერსონალურად ვარჯიშობს, ძირითადად მოსწონთ ხოლმე ზურგის ვარჯიშები. გოგოებს პერსონალურად ვისაც ვარჯიშობ, უმეტესობას. ხო. რა კარგია. უბრალოდ სოციალურ ქსელებში რა ეს ყურადღებას იქცევს და მაგიტო. ხა შეიძლება ბევრი აგვიჯანყდეს, მაგრამ რა ვიცი, აბა ყველაზე ძვირფასი ტრაკი არის სხეულში გოგოსი? რა არის, რა წესია? სხვა რამე ცივარჯიშეთ, რავი, 1000 ჯორი. მე შევეშვი მაგაზე კომენტარების გაკეთებას, იმიტომ რომ ადრე ვხუმრობდი რაღაცებს და ბევრმა ცუდად გაიგო და ჯობია რომ აღარ ვიხუმრობ. ამიტომ აღარაფერს აღარ ვიტყვი. რაღაცებს ხუმრობდი რა. უნდა იხუმრო, აბა რა ხო და მე ზოგმა ისე ცუდად გაიგო რომ თან რო არ ველოდი ისეთი ხალხისგან რომ მე თვითონ გამიტყდა რა და აღარ ხუმრობ მაგ თემზე. ამიტომ ვისაც რა გინდათ ის აკეთეთ. ხო, აი რა გავამეოროთ, მე არ მაქვს მოსპელი. ჩაოსო აი. ტიკტოკში გავუშვით მაგას. ზოგადად მეთქი იერარქიულად ღმერთმა ესე მოგვანიჭა მეთქი პრიორიტეტები რა. ჯერ არის კაცი, მერე ძაღლი და მერე ქალი მეთქი და გადატენით. ქალებო გადატენით. ჯვარზე მაცვეს და არ ვიცი რა. ვიხუმრე ხალხო, ვიხუმრე. ყველანი ვარ თანასწორები, ყველას თანაბრად მოგვითხოვება ყველაფერი. კი, მაგრამ მარტო ტრაქს ნუ აკეთებთ საერთოდ გოგოები. სხვა რამეებს გააკეთეთ. კატა ძაღლი ერთად იყო. არც ბრენდი ვიცით არაფერი ხო ამ ტრენაჟორს? უსახელო, ბეტმენის ტრენერი. მასთან ბეტმენის ტრენერი. წონებიც რო არ აწერია თან. ტრენაჟორს არ აქვს სახელი რა. და აგეთ დირექტორი კაცი ამბობს რომ ვინცო აწევსო, ამასო, 10 ჯერ ვინც გააკეთებს და ჩელენჯ ვინც მოიგებსო, ბოლო წონა რაც არის მაქსიმალური იმაზე იქნება თქვენი სახელი და გვარი. ესე დავაკრობთ და აუ რა. რო შეხედავენ ყველანი ნახავენ ვინ იკაჩება და ვინ აწია ეს მაქსიმალური წონა. ხერნავთ რა ხდება? დავედით. არა იყო ტელეფონი ავიღეთ თუ არა დამხვდა 20. იმიტომ აიღო რომ მეტი აღარ აიღო. ხო. ტაქსინეთ ყველა, ვაფშე ყველა, არავის არ გიპასუხეთ. აი ეგრე დასინვა და დისლაიქები დავწერე. ბრაზენი კი არა. და ყველა თავის პრობლემებზე მელაპარაკება. ტრენერი რო არის, ის კი არა, ფსიქოლოგი კი არა, ყველა თავის პრობლემაზე. ეგეც უნდა შეითავსო ისე. სერვისი. აბა წადი ფსიქოლოგთან რა ღირს. არა, მათ ფსიქოლოგებთან სიარულს და იმათთან დარბაში სიარული აშკარად ჯობია. კი, ბევრად ჯობია. ნუ სწორ ადამიანთან უნდა მოხვდე რა, შეიძლება პირიქით დაგსტრესოს და ო, ეგეთებიც ყავს კი. ყავს კი. არ დავასახელებ ხა. მამბერ კაი, ჩემთან როდი წავარჯიშოთ. მამბერ ფიტნეს. ვინც ამ ვიდეოდან მოხვალ 20% დააკლდება. აჰა, რა სამხიარულად ივარჯიშებ თან. თელი ვარჯიში ხო მხიარულება. შეხედეთ ახალი ვარჯიში ყო გამოგონილი. ნეკური. ოპ. შერიგებისა. სკროლის. თუ ნეკათი რატომ ვიცი რომ ნეკათი უნდა სკროლო, არ ვიცი. ვინც ნეკათი სკროლავთ? კაი, მოგეთ სკროლო არ ვიცი, მაგრამ აი ტრიცეპსის შესანიშნავი გრეხილა მოვიმზადოთ, არა? ისე დაგვებერეთ თითები მოგვიწევს ნიკაცების სკროლო. ხო, ეგრე. ატეინის შოკოლადი გადამწდა და ჩენილი. ხოდა, რამდენად კაია ბიცეპსა და ტრიცეპსის ერთად კეთება? მე კი ვაკეთებ. მაგაზეც ბევრი თეორია, ერთ-ერთი თეორიაა, რომ რადგან ერთი და იგივე სისხლის მომარაგებელი აქვს, რადგან სისხლი უკვე შესულია, შეიძლება ორივე გააკეთოს. ზოგი ყოფს ხოლმე მოკაჩვას მიწოვლას ცალ-ცალკე და ხო. ყველა ფერი მომწონს რა. ყველა სპლიტი მომწონს, ერთადერთი სპლიტი რაც არ მომწონს, ფეხები და დელტა. ფეხები და დელტა? ფეხებს რო აკეთებენ, მე აკეთებენ დელტას და რატო? აი სპლიტი არ მომწონს მე რა, დანარჩენი ყველაფერი მომწონს. გაკეთებია ეგრე? არა. აბა გააკეთე, კიდევ კარგი. ანუ ფეხებს რო ვაკეთებ და დაღლილი როა და ენერგია რო გამოცლილი მაქვს და თან სისხლი რო წასულია, მე აქედან დელტაზე რომ მაქვს აქცენტი და თან დელტაც ისეთი კუნთია რომ ცოტა ძნელად იზრდება. აქედან სისხლი წამოვიდეს და მე იქ არახარისხიანი გამოდის რა. ფეხები ცალკე თუ რაღაცა მინდა წელს ვაკეთებ ხოლმე და მორჩა რა. შესანიშნავი ამბავი. ბევრი არის ხოლმე დარბაზში შედის და რაღაცა უნდა რომ ძალიან სუპერმენი იყოს და შორის ძალიან არ მიყვარდა გახურები. შენ სუპერმენი გეგონა და არ გავხურდები მე. გახურებ. იტკინე მე რაღაცა და არ მიყვარს. ხო, იტკინე რაღაცა და მე დაიწყე გახურებ. არა, ები. რაღაცები. ოღონდ სამწუხარო ისაა რომ გახურებულზე ვიტკინე და არა გაუხურებელს. ო.
მაგრამ მაინც უნდა გახურდეს ყველა. ხო, არა, გახურება. ხო ხარ შენს გახურებისკენ ახლა. თქვი, საბოლოო ხელი მოაწერ გახურებისკენ. გახურებას და ალბათ ჭირდებათ ახლა ჩვენც ვიზარმაც ცოტა მეტად რო გავხურებულიყავით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ გახურებაზეც მე ენერგია მიდის ეგეც მე ცოტა დასვენება, კაი იქნება გახურების მე აი რაღაც 2-3 წუთიანი დასვენება და მე შევაგნა ჩვენსავით. ქნათ ბოლომდე? ჰა? იგრევე? კიდე გვინდა მეორე გახურება. ესე იგი მე ძალიან დიდი ნახტომი იქნება. აბა მოდი მაშინ დავშოყოთ ერთი კუნთი და იყოს ნახტომი. არა შეიძლება საერთოდ ვერ ავწიო ხო მე ასკერ ვიძახი. რავი არ მოგწრე. გაიცი გამატარებ მე. ესე იგი შენ ამბობ რომ მაქსიმუმი უნდა, არა? არ უნდა დათვალო. მაქსიმუმი. 8. არა, არ უნდა. ეს რაღაც ახალი მეთოდია, ხედავ შენ. ტრენაჟორი უნდა გახურდეს, გაწითელდეს ხახუნისგან. ორთქლი აუვიდეს და ჩვენ კიდე თვალებით ჩაგვისისხლიანდეს. კიდე ახლა არ გაჩერდე, არ დაზოგო თავი. კიდე გაქვს აი თავისუფლად 6 გამეორება. ვაიმე რა წავიდა. კიდე არ ჩერდები 4 გაქვს. კიდე 4 გაქვს. 4. რაღაც პატარა ხმა ვიგძე. ნუ მაქსიმუმი იყო მართლა გეუბნები. ძიმი არა ისა. ია დაგიმატებ ახლა. მეტან 20 კილოი მივდო მაგას. აჰა. გადაწურულია უკვე. გავწურო. ამ ვარჯიშზე მოცელით ვარ დაგეჭიმოთ სულად აკეთებ. აი პრესი. ეს ვაკეთებ. ხო რა, ვეგეტო არ ვაკეთებ ცალკე მუცლის ვარჯიშს ახლა. ტრიცეპსიც მეტკინა მუცელი. პრესი. აბა გვანახე პრესი. ახლა აღარ მეტყობა. ვისანახე ხმა მასაზე ვარ. ცალკეში ჩავიხედე. ახლა მასაზე ვარ, აღარ მეტყობა. მაგრამ როშრები არც მაშინ არ ვაკეთებ. რეალურად ბევრ მოძრაობაშია ჩართული და ერთი რაც გვჭირდება სტატიკურად რო გაძლიერდეს, პლანკა რა. ხო და ცოტა ესთეტიკისთვის თუ გვინდა რაღაცა, ყველაზე მეტად მომწონს ხელების და ფეხების შეერთება. აჰა. აი ეს გვერდულები და 3 და 4 მისვლა პრესზე რო იცი ხოლმე. ხო. საერთოდ არ არის საჭირო. უბრალოდ რო გაძლიერდეს თვითონ კუნთი პლანკა, სტატიკური ერთი მოძრაობა და ხელების და ფეხების შეერთება ცოტა ესთეტიკისთვის და რაღაც. აჰა. თუ მინდა რომ ცოტა გაიზარდოს. აი კაცი კანჯება ვიღაც ეკრანში. გავიდა უკვე. აი ჰქონდა ტანჯვის სახე. რაღაცა აი აქაც არის. აჰა. ვისაც ეს სხვათა შორის. არ ვიცი ახლა რამდენად ნამდვილი ისტორიაა, მაგრამ ხო. ამის დოკუმენტური რომ ნახე, პირველ შეჯიბრზე რო გავიდა. ვიზე არის საუბარი? ეხლა ვინც გახდა მისტერ ოლიმპია კლასიკ ფიზიკში, ეს ბიჭი. ხო. დინო. დიმა? ჩვენი დიმა? კვერცხს ჭამდა მარტო. კვერცხი და ბრინჯი ქონდა. ერთ წელს. არა, ბევრი ქონდა. ან რეალური ისტორიას ამბობ? ოჰო. ანუ დანამატები არ ქონდა, ჰორმონები არ ქონდა. ვარჯიშობდა, სტრით ვორკაუთერი იყო ესეც ჩემსავით. და ბრინჯს გვატყუებს რაღაც. ჩემსავით ვორკაუთერი იყო და არა, ეხლა ამხელა არ იყო, მაგრამ მე ვიძახი პირველ შეჯიბრზე რო გავიდა მაშინ. სუ პირველ შეჯიბრზე. ხო. ფინანსები რო არ ქონდა და რაღაც გავიდა კვერცხით და ბრინჯით. ეხლა საინტერესო ის მაგის ვიდეოს თუ მოძებნი და ჩასვა ამ ვიდეოში მართლა რეალურად საინტერესო. ხო, იქნება რაღაც. ესეც სტრით ვორკაუთერი იყო რა. 17 years old, Ramon there on his motorcycle, and when Marcio couldn't pick him up, Ramon would walk to the gym downtown as he only had enough money for a one-way bus ticket. Sometimes Ramon couldn't even train because they lived in a humble wooden house that would flood during certain times of the year, requiring him to keep watch over the rising waters. Despite these hardships, they trained together, sharing the challenges and dreaming of a life far away from their poverty. Preparing for the show was the hardest test of his life. No sponsors, no job, no money. Just a dream. He survived prep with nothing but rice for carbs and eggs for protein. Fez toda a sua preparação com arroz e ovo. Arroz e ovo, era o que tinha. Arroz e ovo. Era o que dava, era. Arroz e ovo, cara. მაგრამ დომინანტი ხელები აქვს. ზოგადად სტრით ვორკაუთერებს ზურგი და დელტები აქვს ხოლმე უფრო განვითარებული. სულ აწევებზე და ამას როგორც ისე აქვს. კიდე არ მიყვარს ხოლმე დიდათ რო აგიჟებენ ხოლმე ძალიან ზე დაკუნთული
ჰორმონებიანი სპორტსმენები ჩვეულებრივ ხალხს რომ მე მხოლოდ ბრინჯი და ხო ან პომიდორის ნახევარი და არავითარი დანამ პროტეინსაც არ ვიღებ. ხო რა ეგეთები. არიან კი როგორ ხო და არ მიყვარს ხოლმე. მაგრამ ბოლო პერიოდში წამოვიდა აი რო უსმენ უცხოელებს და რაღაც თუნდაც პროტეინ ბარი ჩვენ რო ვჭამეთ ახლა. გემერიელესი. კაია, მაგრამ არ ჭამენ. არ ჭამენ? ხმელსაც ცდილობენ რომ არ მიიღონ და ნატურალური ბუნებრივი ხორცი რაც არის დამუშავების გარეშე, ჩვეულებრივი ხორცი, მაქედან ცდილობენ რომ ცილა მიიღონ. ეგ თუ მაგის საშუალება გაქვს რომ ეგეთი კაი სამზარეულო გაიშალო სახში რომ აბა მზარეული აბზრიალოი დღე და ღამე შეიძლება მართლა არ შეჭამო რეალურად დანამატები არ მიიღო. ეგ 100%-იანი. მე ხა მარტო საქონელი რო ავიღოთ როგორი ძვირი ჯდება. ხო და გაიაფეთ ხორცი რა ხდება? ხორცი მაინც გაიაფეთ, რა ვიცი. თორე აგერ ჩვენ ახლა პროტეინ ბარი კი გვაგემრიელი მაგრამ ჩვენ პროტეინებს ვიზავთ რაღაცას. ან სპონსორი გამოჩნდება და სპონსორი ჭირ მამბერ ფიტნესის გვერდ ჭირდება სპონსორი. სპონსორი კი გვინდა. ხო და დაცხეთ ახლა. სანამ არის ვაკანტური ადგილი დანამატებისთვის და მე რო გააკეთოთ განვითარდება და მე რო სპორტული მიღწევებიც გვექნება მე აღარ გვენდონება და სანამ დრო პირველები იყავით თქვენ რა თორე მე გვიანი იქნება დაასწარი თორე მორჩა ხო მე რომ მივახცევთ მე რაღაც მამბერ პროტეინს რო გამოვშვებ всё მე რო 20 მჭირდება მუცელიც. კი. ესე იგი სწორად აკეთებ, კაია. აი, ეს გახშირდა სუნთქო. აი, მაინც მგონია რა. არ მოგატყუებ და მგონია რომ დაიწყო ისევ და არ მიწავედი. იოგით უნდა დავკავდე, კარგად იყავით. ვაა, არა მე მჯერა რომ მეტი შეგიძლია და მაგიტო ვიძახე. შემდეგში ვქნათ, შემდეგში. მაგრამ კაი მძიმე არის თლენ და არ ვიცი რამდენი კილო, მაგრამ 100-ია? ვინობით. ო, ხელებზე დაბალწონებს რო არ შეჩვეული. ძალიან მიჭირს. ო, ძალიან გიჭირს, კი. აი მე როგორ შეხედეთ ხალხო, გულები დაუწერეთ ისე უჭირსაცებ. ამას ნახევარზე ვაკეთებ ხოლმე იმას 10 კილოთ იწეგა რომ 24-ით თუ 26-ით გავაკეთებ. მართლა რეალურად ამბო? კი, 10 კილოთი ვაკეთებ იმას, ამას ნახევარზე. და რატო? ნელა კონცენტრირებულად მაქსიმალურად ვცდილობ რომ მექანიკური დაძაბულობა შევქნა და ის არ მქონდეს. მყესი არ დავაზიანო რა. შენ ხო თქვი დასაწყისში ხო თქვი ტრავმების ხო, მაგიტო. არა, ტრავმების გამო დავაზიანე. თორე წონები ძალიან მიყვარს. აი, ესე რომ ვარჯიშობ, ხვდები რომ რაღაც ცოცხალი ვარ და ესე რომ დგავარ და აი დაბალწონები. ფორმა კი დადე უმაღლესი და შენაში სჭირდება კი გამოგადგა ეგ წონები. ხო, კი. ჩემპიონატზე ფორმა პერფექტ შაობს. ბატონო. კაი, განსხვავებაც თქვათ მაშინ. კაი, ჩასაზრდელი ჯოხია. ხო და ეხლა მისტერ ირაკლიმ ესეთი რამე თქვა რომ შენო ეხლაო დაპლანული ხონდაო ესაო თუ რაღაცაო და დაგუგლული მოხდი და დაპლანული. მე მოვედი რომ დაგუგლული მოვედი მეთქი და ჯერ ამას ვაკეთებ და მე ამაზე გადავდივარ მეთქი და თქვა რა ერთი და იგივეა. განსხვავება არის მარტო შეგრძნებებზე. ანუ სამივე თავი ტრიცეპსის აკეთებს ერთ და იგივე ფუნქციას. ერთი გრძელი თავი არის მიერთებული ბეჭდზე, დანარჩენი სამივე თავი ერთდება იდაღზე, ორი თავი ერთდება მხრის ძვალზე. ანუ ეს და ეს მიცulis რას? მაჯის პოზიციას. ხო? ერთი დახრილია ესე, მეორე ეს. მე ამის შეტრიალება არ მიცulis ტრიცეპსზე დატვირთვას. მე მიცulis დატვირთვას ბიცეპსზე. ამ შემთხვევაში არანაირი განსხვავება არ არის, მაგრამ ერთი განსხვავება რაც შეიძლება გამოვყოთ და ვთქვათ, გამონაკლისად დაუშვათ, ეს არის შეგრძნება. ჩემი ტვინი შეიძლება ამის შეცვლის დროს იმპულსებს სხვანაირად გადასცემს აქ. შეიძლება იმპულსები შეცვალოს. ოღონდ შეიძლება. მაგრამ არ ვიცით. ვერ გავიგებთ.
ვა, ამიტომ შეგიძლიათ გააკეთოთ ესეც და ისიც. დაზღვევის მიზნით ესე ვთქვათ რა. ესეთი უცნაური კითხვა დამებადა. აი შეიძლება თეორიულად რომ მაგალითად ავიღო ესა ტრიცეპსის ვარჯიში და ავდგე და მარტო ეს გავაკეთო 10 მისვლა. სხვა ტრენაჟერზე არ გადავიდე და მას უბრალოდ განსხვავება ის არის რომ მე რო ვცვლი ხელის პოზიციას, ჩემი ტვინი იმპულსებს გადასცემს სხვანაირად. მე თუ მაგალითად ჩამორჩება გრძელი თავი, ხელის პოზიციას რო შევცვლი, იმპულსებს გადასცემს სხვა ნაწილზე. ესე უნება რომ იქით არის დასაკუნთი. კი, ოღონდ მე მაგას ვერ განსაზღვრო რომელზე გადავიდეს. ჩემზე მაგალითად შეიძლება შეიცვალოს, შენზე არ შეიცვალოს, ვიღაცაზე სხვა თავზე მისცეს დატვირთვა. ანუ თეორიულად რომ ავიღო ეს ახლა და ვაკაჩავ 10-ის მისვლა, საკმარისი. ტრიცეპსი საკმარისი. საკმარისი. რა თუ ვიტანჯებით. მაინც დაზღვევის მიზნით ჯობია რომ ისიც გავაკეთო. ხო, ანუ ყველა საინტერესო ის თქვი შენ რომ ადამიანი რო ვარჯიშობს, ტვინი და პუნქტი ერთად უნდა იყვნენ. კი, კი. ეს ცალკე უბრალოდ რას ვაკეთებ რო არ ვიცი და ხელს ვიქნე და უირაკაია, ეგრე არ ნუ გამოდის. რაღაც ეტაპზე ვითარდები მასეც, მაგრამ მე წყვეტ რა და მე საჭირო ზუსტად ეგ შეგრძნებები შენი კავშირი, იმპულსები და ასე შემდეგ. ნეირონული კავშირი საჭიროა მნიშვნელოვანი. აგე დაიღალა ხელი იმას. აი, აქვს კავშირი იმპულსი. რა შეწყო მუშაობს. კაი, ანუ ესე იგი ცოცხალი მართლა ძალიან გავწერეთ. სერიოზო? ძალიან გავწერეთ, ხო? კაი, გავაკეთეთ ეს. რა ვქნა მიქოქილი ვარ და. გავაკეთეთ. ჩემზე შეიძლება აქ გრძელ თავზე იყოს უფრო მეტი დატვირთვა, შენზე შეიძლება პირიქით ლატერალურ ნაწილზე იყოს მეტი დატვირთვა. მაგას ვერ განსაზღვრი ხელის პოზიციის ცვლილებით. დამოკიდებულია ჩემი ტვინი, რომელიც უფრო გადასცემს მეტად იმპულსებს. ეს ნეირონული კავშირები და რაღაცები როა მაგაზე რა. ამიტომ ფიზიკა, ქიმია. შეშვით რაღაცა კოლევებს და რაღაცებს. უბრალოდ ივარჯიშეთ რა. ან გაიბერება, ან არ გაიბერება რა საბოლოოდ. თუ არ გაიბერა შელი არ არის, გაანები, თავი წაიცი. სხვა რამეს შენ დაიწყებ თუ მე მივადი. მე ავიდივარ. მიდი. გატკაცუნა. ო, იმედია მარტო ტრენაჟორის ხმა იყო, შენი კურსის ხმა იყო. მარტო გატკაცუნა და არაფერი არ მოხდა. არა, ტრენაჟორი კაცუნებს. ტრენაჟორის კაცუნებს. ეგარი. აუ მუცელი მეთქი. კარგია. მე პრეს არ ვარჯიშებ და გავავარჯიშებ. აი ეს არის ჩემი პრესის ვარჯიში. წავიდა პრესის ვარჯიში. ახლა მე ვაკეთებ პრესის ვარჯიშს. მაგრა დამეჭიმა მუცელი. კიდე. უნდა გაგჭედოს, თუ არ გაგჭედა აზრი არა. უნდა გაგჭედოს, სადღაც უნდა გაიჭედო. ორი. ერთი. გავფრინდით. რაღაც მითებს ვამსხვევ დღეს უცნაურს რა. ანუ 10-12 იმისვლაო დავიწყეთ იმითი რომ ეხლა აქ ვეღარ უმატებ მე გაგახსენო ეხლა რა თქვი შენ. მე 8 ან 10 მისვლას ვაკეთებ. არა, გამეორება. ორჯერ გამეორებას. მაგრამ აქ ვერ გავაკეთებ. აქ რაღაც ხდება, რავი 15 და კიდე 10 იძახის. წონა არ ყოფნის აქ. არა, კარგია. ანუ თავარი ამბავი საერთოდ ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. სტრესი, თავარია სტრესი კონდეს. ეს თუ სტრესია, მე მზად ვარ სულ ეს სტრესი იყო. და თქვენს გისურვებთ რომ სულ აი ეს სტრესი იყოს და ანუ ვარჯიში არის ადაპტაცია. აი ეს პრობლემები იყო როგორც ესეთ პრობლემა. როგორც პრობლემები გვერდმა ამაზე მეტი პრობლემები არ მოგცეთ რაც ახლა ჩვენ აქ მოედანს. ძალიან კაი პრობლემები. ვა. ათიანები გავახუროთ, გავახუროთ. ვარ თეთრში. ეს ხეთი ძველი ტელევიზიიდან მოყვება დაღლილია ხელები. ვარ თეთრში ტელევიზიის. ხო და მოვედით ახლა ამ ჯადოსნუ ტრენაჟორთან ტიტანთან, რომელიც შენ მაჩვენე, რომ რაღაც ჯადოქროებს აკეთებს, რომ გრანდიოზული საოცრებებს. მე ვხიო პირველი თუ შენ? შენ იწყებდი და შენ გააგრძელე. სად არის ჩემი ის? ფირსახოც. აქ ნახე, კაბინაში ჯდები რა. თუ ხეხით დააწიფი რომ მოიგო. კოსმოსური ხომალდის. ჩავჯექი. აჰა, და უი, ნახე როგორი უცნაური შეგრძნება. ხო, ნახე. გეგონა მართლა სმიტის ტრენაჟორში აკეთე. სმიტი, კაბელიანი ტრენაჟორი, ჰამერი. ხო, მაგრამ წონა მაგრად იგზნობა. წონა კარგად მოყვება. ანუ არ იგზნობა რომ რაღაცა
ტროსებს იქნევ. ძალიან უცნაური ტრენაჟორი. აი ხა შემიძლია ამ წონითაც ვიორჯიშო. შენ როგორც თქვი, ესე იგი ტრიცეპსის შემდეგ ეხა კაი მაგარი დატვირთვა მოდის უკვე ხელებზეც. ხა ტრიცეპსი დაღლილია, დელტებზე გადამოვიდო დატვირთვა. და ამ ჯადოს სამუშაო წონა შემცირდა, მაგრამ ხო, მაგრამ აშკარად იგრძნობა. დელტებს მოუწევს ბევრი საქმის გაკეთება. ეს სართული მაგიტომ მომწონს, საკაჩაო დარბაზია. მე კიდე მომწონს ეს ჭერი რომ უსასრულობამდე ზევით და შეგიძლია დადგე და იყვი რომ უბრალოდ. არა, ჰაერი როა დარბაზში ძალიან უშუალო ამბავია რა. იმიტომ დავაჯექით ზევიდან და ყიეს. იქ 50 კილოები უყენია თუ რაღაცა 60. რა წონა ხარ ახლა? 125 მგონია რო ვარ. აუ შენი წონა მინდა ვიყო. რა თქი. აუ შალი. კუნთი სუკუნთი. რა კაი კომპლიმენტი ვიცხრა ხო ხედა. შენი წონა მინდა შენაირი არა სუკუნთი. იდი მადლობა. ესაც мотивация. კიდე ხო არ დავამატოთ, რაღაც მარტივად დავიდა. ჰა? თუ გინდა დავამატოთ, მაგრამ ძალიან გემრიელი ტრენაჟორია. მე როგორც კაი მოიფიქრე. აი ესე მიწოდა. როგორ გავა? მეც ჩოკონილი ვარ. კალბუთის ძველი გიორი. ვახში თუ ყავთ მოყვანილი რომ გახტუნოთ, აქ არ მოიყვანოთ. თუ გინდათ მოდით ამ ამბერში გავვარჯიშეთ. ტიტანის ამჯადოსურ ტრენაჟორს. აი უკვე რამოდენიმე ესეთი ტრენაჟორი ვიპოვე, რაც სხვა დარბაზებში არ მინახავს. და მოვლილი მაქვს ყველაფერი. მართლა მაგარია. და ლამაზია რაღაც არის. სულ რომ არ იცოდე რა არის, უყურებ და ინტერესდება. რა არის ეს? ცოტა გაბნევს თავიდან რა. ხო. მე რომ უმუღამებ, მე გელამაზება უფრო. კარგად მოკაჩე. ერაფერს ვეღარ წოდ. აჰა. 1 2 3 4 5 მითხარ. მისვა და ამ შესანიშნავ ნოტაზე გავედით ბოლოში, ხო? ჩემი აზრით კიდე მეტი შეგვეძლო. კიდე ამიშვით გასასვლელი სად არის ამ დარბაზში? და ჩვენი პირველ რიგში, thank you. მადლობა პირიქით რომ მოხვედი. დარბაზში, აგერ მისტერ ირაკლისთან მაგრად გავერთით. ჩვენიერი ვარჯიში გამოვიდა, კარგად გავწურეთ. ესე ხელები არ დამჭიმია, რა ვიცი. არ მახსოვს როდის ვივარჯიში ეს, მე მგონი არც ვივარჯიშია ხელებზე ესე და მოყოფილი ვარ. ამ ხელები თუ მქონდა არ ვიცოდი. ხო და უკვე ამ ვარჯიშის მე მეორე მაისური გაცვიო. დიდი მაისური დაიწყო. მეუას და არ დავემშვიდობოთ, ეხა თუ მაინც ყველანაირ დროს რომ აბა კარგად იყო, მადლობა. რა კარგი იყო, ნახო ამ არა, მაინც ეს კარგი. ბოლოს მიეცირჩევა დამწყებებს, ვინც ფიქრობს რომ დარბაზში მივიდეს და პირველი ნაბიჯი ვერ გადადგა, არჩევას მისცემთ. პირველი ნაბიჯი გადადგით, მაგ ჩევას გეტყვით. ანუ დარბაზი არ არის მარტო ვიღაცა კაჩოკებისთვის და კუნთიანი ხალხისთვის. დარბაზი არის ყველასთვის. შედით დარბაზში, თავისუფლად იგზენით თავი, თავისუფლად დაუშვით შეცდომები, ივარჯიშეთ ცუდად, ცადეთ სხვადასხვა ტრენაჟორი, მიდით მწვრთნელებთან, კითხეთ, არ მოგერდოთ არაფერი, არ იფიქროთ რომ აი მე ახლა არ შევცხო რომ რაღაცა ვკითხო ან რაღაცა და მაგ დროს ხედავთ ხოლმე რომ რაღაც ცოტა არასწორ სისულელებს აკეთებთ და ეგ შეიძლება ტრავმა მოგიტანოთ და ამიტომ დაიკეთეთ ეს ყველაფერი. მაქსიმუმად თავისუფლად შედით დარბაზში, თქვენც დაიკუნთებით, ჩვენც დავიკუნთებით, ყველანი ვიქნებით ხოშიანად. ასე რომ feel free როგორც იტყვიან. შეცდომები მოსულა. აბარა, ისე კარგად მოსულა, როგორც დაგიბარებია. ჩვენც ახლა თავიდან რომ დავიწყეთ იმდენ რაღაცა სისულელეს ვაკეთებდით, რომ აი რო არ გაგვეკეთებინა, ვერ ვისწავლით და დღეს იქ ვერ ვიქნებოდით სადაც ვართ. თავარია ვივარჯიშეთ და ბოლომდე დაიხარჯეთ და ისიამოვნეთ პროცესით. ანუ ეს პროცესის სიამოვნება აი ერთ-ერთი უმთავრესი. არ იტანჯოთ ხალხო, მოიტანჯებით. აი ნახეთ როგორ სიამოვნებს. ხო. 3. ხო 3 მითხარ. მარჯა. მორჩა. აბა ჰე